გამარჯობა მეგობრებო, ხაზია პოდკასტი FM8 და დღეს ძალიან მაგარი სტუმარი გვყავს, ჩემი ძმა და მეგობარი. კაცი რომელიც დაბერდა, მაგრამ სულთაევის პრაიმშია. ბლიზარდია ჩვენი სტუმარი. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორც დაამოღამეთ, ხალხო ორი კამერით ვართ. ეს არის ჩემი კამერა, ეს არის ბლიზარდის კამერა და მადლობა მეორე კამერისთვის ბლიზარდს. არაფრის. აი, ნუ, შაშები როგორ ხარ? ნიჩიო, თავად როგორ ხარ? ვითომ არ გვინახავს ერთმანეთი რა ხო იცი. დათმული არ არის. არა ვაფშე. ნუ ალბათ გაგიჩინდებოდათ კითხვა რომ რატო ვარ მე აქ მეორეც? ხო, მეორეც რატო ვარ და რაზე უნდა ვისაუბროთ. სანამ მაგას ვიტყვი. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ ეს არის ბოლო პოდკასტი ამ სივრციდან და შემდეგი პოდკასტი უკვე დაიწყება გაგრძელდება უბრალოდ ახალი სივრციდან. შენ ხო იცი უკვე რაზეც ასაუბარდა. რაცები აფინანსებენ. ვინმე სიმართლე არ იგავს. კაი, რატომ მოვიწვია ბლიზარდი მეორედ სტუმრად? ერთხელ ხომ ყავდა მოწვეული და ყველაფერზე ამომწურავი პასუხი თუ გამცა, მეორედ რაღაცზე მოვიწვია. ვინც არიცით, ბლიზარდი გახმოვანების გარდა არის იუთუბერიც. ვისაუბროთ მოდი ამ იუთუბზე. სადა ხარ? მე ბლიზარდი ყოველთვის მსადა არის. კაკრას ბლიზარდი ვახსენეს და შემოვიყვანოთ ეთერში. შემოვიყვანოთ ეთერში. ორი წუთი გვინდა ხალხო და ბლიზარდის შემოვიყვანთ ეხავე ეთერში. ესეც არა მოიჭრება ხო იცი? არა. ანუ არაფერს არ წერს საერთოდ. ხანდახან ჭრი ხოლმე, მაგრამ ეხა უშუალო პოდკასტებზე ვცდილობ არა მოჭრა არაფერი. აჰა. ბლიზარდი, აჰა, შემოვიდა. სადაა ბლიზარდი? კითხები. რა თქმა უნდა. ტაქს. როგორ დაიწყე იუთუბერობა და როდის დაიწყე იუთუბერობა? იუთუბერობა დავიწყე დაახლოებით 2017 წელი, 2018 წელი. საერთოდ, ანუ ბლიზარდი მერქვა, მაგრამ უშუალოდ სუსუ პირველი არხი მქონდა. საერთოდ გეიმინგ არხი, რომელზეც ბლიზარდი არ მეწერა. მე და ჩემს მაკას გქონდა, MLG Gamer HD გვეწერა. საკმაოდ ბევრი გამომწერი გქონდა 2014-2015 წლისთვის, 2000-3000 გამომწერამდე, მაგრამ ნახვები გქონდა ძალიან მაგარი ვიდეოებს რა, Minecraft-ის ვიდეოებს ვიღავი, Skywars-ი, Bedwars-ი. მაშინ ეხა ხოძე რაც იყო? მაშინ იმენა მაგარი ხოძე იყო ხო და ძალიან საკაიფო ნახვები გქონდა. პროსტა მე ეგ არხი, ჩემს მაკაცი რომ ამერიკაში წავიდა. ამერიკელმა მაგის გამოყენებულმა ვიღაცამ გოგიტეხა სამწუხაროდ ეგ არხი დაიკარგა ვიდეოები წაიშალა ამის შემდეგ უკვე რამოდენიმე წლიანი პაუზა ავიღე ვფიქრობდი რა გამეკეთებინა როგორ გამეკეთებინა რა და გავაკეთე მე საბოლოო ჯამში არხი ბლიზარდი on სახელზე ძალიან ბევრი დიდი ხანი ვიფიქრე რა უნდა დამეწერა სახელზე მივედის და საიდან მოდის სახელი ბლიზარდი Blizzard Entertainment-ი ალბათ გაგიგიათ კომპანია, რომელიც თამაშებს აკეთებს. Overwatch-ი, Warcraft-ი და ასე შემდეგ. და ბავშვობაში ვთამაშობდი Warcraft-ს. and Lich Kings. ხო და რო ვფიქრობდი რომ ყველა საწერია რაღაც Eren დაბი, Minato დაბი, Naruto დაბი, Hinata დაბი, Mirai დაბი, ასე და Nova დაბი, ასე და ასე შემდეგ. მოკითხები. კაროჩე რაღაც ანუ დაბის დაწერა არ მინდა, იმიტომ გამხმოვანებელი არ ვიყავი. რა დავიწერო და კაროჩე დავიწერე ბლიზარდი. ოღონდ მაგაზე ვიყავი თავისთან მაგარი ზმენაზე, იმიტომ რომ მეთქი სახელის გამო რაღაც კოპირაითები არ ამკინონ ანუ არხი არ დამიბლოკონ რომ გავიქაჩები მეთქი რა. არა გავრისკე და ჯერჯერობით არ ვიბლოკები. ხო და აქედან გამომდინარე დავირქვი ბლიზარდი 2017 წელს დავიწყე ვიდეოების დადება. ან სრულიად სხვა ვიდეოების დადება. თავიდან იყო ჩემი არხი ვიდეო გაკვეთილების ასე ვთქვათ შინაარსის მატარებელი ეგრეთ წოდებული GTA San Andreas-ის online ვერსიის სკრიპტინგობას ვასწავლედი ხალხს მაგრამ საბოლოო ჯამში მე შემხვდა Eren-ის ვიდეო Naruto-ზე აკეთებდა ვიდეოებს რაღაც Naruto-s ვიდეოები ქონდა და საკმაოდ დამაინტერესა მე დავფიქრდი ანუ Naruto კარგად ვიცი წლებია ვუყურებ დეტალებში ვიცი რაღაცეები რატო არა ხო ანუ შემიძლია ხო და გადავწყვიტე რომ მომესინჯა და პირველი ანიმე ვიდეო ჩავწერე top 5 ანიმე ანიმეს განხილვა ოღონდ ეგ ვიდეო ამჯერად უკვე პრაივატზე დევს აღარაფერი აღარ იცის მაგ ვიდეოს შესახებ
და საბოლოო ჯამში მე გავაგზელე ანიმეპედიების გაკეთება, ნარუტოპედიების გაკეთება, პერსონაჟების ასე ვთქვათ, განხილვებს ვაკეთებდი, ტექნიკების, სოფლების და ყველაფერს მოვედი ნარუტოზე აბსოლუტურად რაც კი შემიძლია. ხო? ო? ეგიდეა ერენისგან მოდის ხო რომ ნარუტოზე გაკეთებინა ანიმეპედიები და ასე. ხო, ნარუტო ანუ ზოგადად ანიმეზე რო გადმოვსულიყავი ერენისგან ავიღე იდეა. თან მაშინ არ იყო დიდი კონკურენცია ანიმე იუთუბერებს შორის და მეთქი რატომაც არა. ეხლა არა ბევრი. ეხლა საერთოდ აღარ. არა, ეხლა შენ ხარ ერთი მე ვარ. ხო და საბოლოო ჯამში მიზნად დავესახე ის რომ ერენისთვის უნდა გადამესწრო გამომწერებში. და საბოლოო ჯამში ეს შევძენი და ახლა საქართველოში ანიმეს სივრცეში ნომერ პირველი იუთუბერი ვარ. ბატონი ბლიზარდს იქით ადიყურებ. ბატონი ბლიზარდი როგორც დასაწყისში ვახსენე, ბერდება, მაგრამ სულ თავის პრაიმში. ვცდილობ. მაინტერესებს ესეთი რაღაც, საიდან წამოვიდა იდეა რომ გაგეკეთებინა პოდკასტები და რატომ სახელად ბლიზარდის სიმართლე. სხვათა შორის მაგ პოდკასტებისთვის ბლიზარდის სიმართლე მე არ დამერქმევია. ჩემი მოფიქრებული საერთოდ არ არის. იდეაში პოდკასტები, კაროჩე დაგვება და ესე სპონტანურად რა, ანუ მაშინ არ იყო ესეთი ბევრი იუთუბერი, ვინც ინტერვიუს ეგრეთ წოდებულ პოდკასტს აკეთებდა. მაშინ ახლა ერქვა, ძალიან ადრე, ჩემ ხმა ბავშვობაში მიხეილ HD აკეთებდა ინტერვიუებს იუთუბერებთან. GeoGameHolic, პროვოკატორი, Gaming PC და ასე და ასე შემდეგ რა. დღემდე აკეთებს სხვათა შორის. ეხლა ნახე ბოლოს რაღაც Gold Let's Play-თან ქონდა რაღაც პოდკასტი. ხო და კაროჩე, მეთქი რატომაც არა იუთუბერები თუ არა გამხმოვანებლებთან მაინც ჩავწერ მეთქი პოდკასტებს მეთქი რა. კაკრას ეს პერიოდი იყო, როცა ანიმეტივისთან მქონდა დაკი. ხო და ჩემი არხის დიზაინი ტეიონმა ვინც ააწყო, ან მაგნამ იწყო ამ პოდკასტის დიზაინიც. ხო და კაროჩე ანიმეტივისთან დაკი როცა მქონდა, ეს რაღაცნაირად, კაროჩე ყველა მიცოდა რომ ვისაც მოვიწევდი ახლა თავიდან ვაპირებდი ყოფილი ანიმეტიველების მოწვევას პოდკასტებში. იქინა და მირაი კაგეამა. ყველა მაქედან გამომდინარე ტეიონის ყოფილი ანიმეტიველია და პირველი იყო პოდკასტი ტეიონთან. და აქედან არ ვიცი საიდან მოვაფიქრდა თუ როგორ მოვაფიქრდა, მაგრამ პოდკასტ დაარქვა ბლიზარდის სიმართლე. და დიზაინი აწყო ბლიზარდის სიმართლეზე და მაქედან მოყოლებული ქვია ბლიზარდის სიმართლე. და რომ ანიმეტივიზე ვალაპარაკებდი ხალხს. აპირებ პროფესიონალების მოწვევას? რამდენად გავქაჩავ არ ვიცი. რატო? მე ხომ მყავს მოწვეული პროფესიონალები? ხო, მაგრამ რამდენად მოვლენ არ ვიცი. ნუ ჩემთან თუ მოვინე. პირველი 5 პოდკასტი. სანდრო კაგალა შაბახტაძე, ლუკა ახალაც. პირველი 4 პოდკასტი პროფესიონალებთან. მე ხო იცით ვისთანაც მინდა პოდკასტი. ეგ ვიცით ხო? აბა თქვენი აზრით ხალხო ვისთან უნდა ბატონ ბლიზარდს? ბიჭის და გოგოს დაასახელეთ. ვის არ მოიწვევდი პოდკასტებში, მოდი მაგაზე ვისაუბროთ. შინს. და რატო? არ მევასება. რატო არ გევასება? აი, წინა პოდკასტში რაც მოგიყევი ტოკიო ჯისთან დაკავშირებით, აი მაგითო. შინის გარდა არის კიდევ ვინმე? შინის გარდა? დავფიქრდით, რავი, არა. არა. კირას მოვიწვევ. კაი, რივოისი ხო იცი? არა, არ ვიცი. ესე მკიდია რივოისი. იქით რატო ვიყურები ხოლმე იქით? ხალხო მაგარი მიუჩეული ვარ ორ კამერას და ხანდახან იქით გავიხედებ ხოლმე ბლიზარდის კამერისგან. აი, რივოისმა რო შემოგთავაზოს პროექტი, რომელშიც შინ იღებულობს მონაწილეობას. მიიღებ მონაწილეობას? თუ დავთანხმდი იმას, რომ სადაც ოდოაკრი იღებდა თავიდან, სანამ ასე ვთქვათ, რაღაც თემები მოგვარდებოდა, უშუალოდ მივიღე მაინც Demon Slayer-ის ფილმში მონაწილეობა, რატო არა? ერთი ადამიანის გამო, ანუ ჯგუფს უარს არ ვეტყვი. მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზის გამო უთხრა უარი. მაგალითად რა მიზეზის? რა მიზეზის? აუ, ბევრი მიზეზი შეიძლება. აი, მაგალითად რომ წელავ. მაგრამ ძალიან ბევრი წელავს და მაინც ახმოვანებს მანდ. ცოტა უსამართლობის შეგრძნება სტოვებს. ის ნახე რა ქვია, გაწელვაზე გამახსენდა კაკრას გუშინ უყურებდი ნარუტოს როუდ ნინჯას. მე რამდენი ფილმს არ ეხლა რო აკეთებენ დუბლირებით. მაგას უყურებდი და იქ წელავდა ტიპი ვინც ახმოვანებდა. მაიკადრიზე? ხო. ბიჭო, მან წელავდა, მაგრამ მე სხვა რამეზე ვამბობ. მე თვითონ რივოისის ბოლო ფილმზე ვამბობ.
Deathstroke. ვიცილავს რევოლუციაში. რავი, გადახედე გახმოვანებას და ნახო. გინდ ბიჭი, გინდ გოგო. არ მაქვს ნანახი Deathstroke. ერთი მონაკვეთი მაქვს ნანახი. კახა და ჰიტოკაჩი რო ახმოვანებენ. არა, კახა არ წენავს. კახაზე არაფერს არ ვიცახი. ლოებსაც ურტყავენ. ვინ? დასახელი რა. არ მახსოვს. სახელები არ მახსოვს, რომ დასახელებაზე რა კი არ მითხრება. ოდუაკრი წელობდა. ოდუაკრის მაგაზე უთხარი კაკრას მე და მითხრა რომ ლიფსინგზე რო დავასვაო, მაგით უწელავ. ხო, ლიფსინგზე რო დავასვაო, ასე ეგრეთ თქვა დისკორდშიც. კაი, კაკრას ოდუაკრი ვახსენეთ. წეღან ახსენე რომ სანამ მოგვარდება რაღაც მოგვარდებოდა რაღაცები ვიღაცებთან და ოდუაკრზე წინა პოდკასტში არ ვისაუბრია. თვითონ საიძე ვისაუბრით. ოდუაკრთან რა იყო და როგორ მოგვარდა? ოდუაკრთან ის იყო რომ უბრალოდ ერთადერთი რაღაც აი აჯაბსთან და პოდკასტში მითხრა ის რომ შენ ადგილას გახმოვანებიდან წავში ან ზღვაში არ გავახმოვანებდი თუ რაღაც მსგავსი როცა დამწყები გამხმოვანებენ ვიყავი. მაქედან ამოყოლებული ამოვითვალწუნე და მე უკვე ტოკიო ჯისთან რომ მოხდა რაღაცები მაქედან ამოვითვალწუნე და ნუ მე უშუალოდ Revoices Discord-ი რო გაკეთდა და ოდუაკრიმაც დაიწყო შემოსვლა დავინახე რომ ტიპი ვაფშე სხვანაირად უყურებდა დღეისობით რაღაცეებს რა მე რაღაცები კითხვები დავუსვე და რაღაცები გადავახარისხეო ძვლებურად აღარ უყურებო ასე და ასე შემდეგ და გამიქრა რა ის წენა რაც მქონდა შენი აზრით რამდენად მაგრამ შინისადმი მაინც არა რამდენად მისაღები არის აი კოლეგიალურ ურთიერთობებში წყენა სიტყვაზე გულის ტკენა სიბრაზე და ასე შემდეგ ანუ უშლის თუ არა ეს ყოველივე ხელს განვითარებას რის მხრივ აი სიტყვას გამხმოვანებლებს რო სპორი აქვთ ერთმანეთთან და ეგ უშლის თუ არა დაფსირცეს განვითარებაში ხელს ანუ უშუალოდ განვითარებაში მაქსიმუმ შეუშალოს ხელი ის რომ ეს ორი გამხმოვანებელი შეიძლება ერთად ათოჩდეს და არ გაახმოვანოს იქიდან გამომდინარე რომ ორივე პროფესიონალი შეიძლება იყოს და ჯგუფმა შეიძლება დაკარგოს ორი პროფესიონალი ერთადერთი მიზეზის გამო რომ ამ ორს ერთმანეთი არ ევასება და აი მაგის გამო მოხდეს გაუგებრობა თორე ესე უშუალოდ ტიპის განვითარებაზე სპორი მეეჯება რომ რამე განვითარებაზე არა ტიპზე არა ხო პროექტზე ტიპზე არა ისახი მაგრამ პროექტზე აისახება რა თქმა უნდა კარგი მოდი გადავიდეთ ესეთ კითხვაზე ცოტა ისეთი პოდკასტია რა ქვია ხო გითხარ ჩილ პოდკასტი იქნება თქო არის თუ არა შენი აზრით ისეთი ეს პოდკასტი ცოტა ჩილ როგორი წყნარი პოდკასტი ჩამეძინებაო რა თქვი რაღაცები ო კაი კითხვები კაი მოდი ესეთი ცოტა ნაგლი კითხვა უნდა შემოვაგდო. რომელ სამ გამხმოვანებელს ფანდაბერებზია რა თქმა უნდა საუბარი გამოარჩევდი ყველაზე მეტად და რომელ სამს გააქრობდი? ბიჭო ანუ ეს გაქრობა ჩემთან რატო არის ასოცირებული ვერ უხდები ანუ ან მემაქრობენ ან მემაქრობინებენ ვიღაცას კაი სამს ან დამწყებებიდან უნდა გამოვარჩიო დამწყები არა ფანდაბერები ჩვენაირად ჩვენ ახლა დამწყები აღარ გვეთქმის ანუ ეხლა დღესდღეობით ბიჭებიდან ფანდაბერებიდან ვისაც გამოვარჩევდი არის ასანა ხო ასანას გახმოვანება აი ძველი რაც მაქვს ნანახი და მიუხედავად იმისა რომ მიკროფონი ანუ ტელეფონის მიკროფონით ახმოვანებდა საკაიფოდ შვებოდა რა მიუხედავად იმისა რომ ხარისხი იყო დაბალი და მოგუდულში იხსმოდა ხმა ანუ მეტყველება და ხმა ძალიან კაი ქონდა ეხლა ჩვენაირი მიკროფონი რო დაითრია და ბევრად დახვეწა ხარისხიც ბევრად საკაიფოდ ისმის ანუ სიამოვნებს ასანას გახმოვანებული ანიმეს ყურება ასანას დავაყენებდი პირველ ადგილას მეორეზე ფანდაბერებიდან ვინ შეიძლება გამოყო მაინც ჰინატაც უნდა ჩავხვა აქ არ ვიცი თუ გინდა ანუ ვაფშე ყველა მონაცემული ვიყავი მე ანუ ვაფშე ყველა აბსოლუტურად ვინც მოიაზრება ხო აი ვაფშე ყველა ფანდაბერი ვინც ვართ მანდიდან ერთ სამოვარჩევ დამწყები აღარ არის უკვე საკამოდ 2-3 წელია ასა ერთი ასანა იყოს მეორე რექტაიმი იყოს და მესამე ჰინატა იყოს 2-3 წელი ვინ ახმოვანებს ამოვარჩევო რა თქვი ასანა მე კიდე არის ვინ დაახლოებით 2-3 წელია მე მგონი თუ არ ვცდები ან 1 წელი მაქვს მინიმუმ ზუსტად არ ვიცი და ვის გავაქრობდი სამს გახსოვთ ხალხო ვის გახსოვთ ვინ გააქრობდი გოგოც მოიაზრება და ბიჭის გოგო თუ გინდა 3 ბიჭი თქვი 3 გოგო აბა რომელმა გააქრეთ ბლიზარდი წინა პოდკასტებში ვა
ერთი ვიცი პასუხებისაც გააკრობდი. შინი. რა თქმა უნდა თავისთავად. კიდევ ვის გავაკრობდი? გავაკრობდი კანეკი დაბს დიდი სიამოვნებით. აი, ძალიან დიდი სიამოვნებით. და მესამეს ავიღებდი სიტყვაზე ვინ? რავი, მესამე ვინ? ვინ მახსენდება მესამე? ვინ იყოს? იყოს ბაიკენი. ბაიკენი. კაი, პროფესიონალებს ვის გამოვარჩევდი სამს? პროფესიონალებს ბრაუ რეკორდსის? ხო. აი, ტოპ 3-ში რო შევა, ეგეთები. ბახტაძეს, კახეთელიძეს და სვიატდოლიძე. ჩამოთვალე კანეკი, შინი და ბაიკენი. რა სერჩი? ბაიკენს არაფერს არ ვერჩი, просто არავინ არ მომაფიქრდა და ბაიკენი ავირჩიე რა. კაი, დანარჩენები, იმას ვიცი, შინს ვიცი რასაც შინს უკვე იცით რასაც ვერჩი. და რატომ კანეკის რატო გააკრობდი? კანეკისთან კაროში გამხმოვანებლების ჩატი იყო. უშუალოდ მან მომივიდა რაღაც დაპირისპირება. მაშინ ახმოვანებდა ტოკიო ჯიზე. ტოკიო ჯის ფაქტები რაც წარმოდგინე, ანუ ტიპი იმენა აი ტვინ გამორეცხილი ადამიანისავით მესაუბრებოდა. აი ხა იმედი ჟურნალისტი იყო და იმას ებაზრო დღევანდელ საქართველოს მოვლენებზე და იმან გიდასტურებს რომ არა ეს ასე არ არის, აქ იმენა ძალიან მაგარი რაღაცეები ხდება, ეს ისე არ არის, ის ისე არ არის. ტიპს ფაქტები დაუდე და მაინც თავისას აწვებოდა. ბოლოს კაროჩე ჩატიდან გავიდა თუ რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად და TikTok-ზე კაროჩე მაგ ჩატის სკრინები დადო, რაც თავად დაწყობდა. და უშუალოდ ეგ სკრინები როცა გაიჩიტა TikTok-ზე, მე ერთი ბიჭი იყო მაგ ჩატში, ასე შუამავალი, ვინც ვიდეო წააშლევინა რა, დაპირისპირება რაც გინდათო, ასე და ასე შემდეგო და კაროჩე თქვენთვის იყავითო რა, ჯიგრუადო და. კაროჩე მაგის მერე მე ჩემს გზაზე წავედი, კანეკი თავის გზაზე წავიდა. აღარ მქონდია აღარანაირი გადაყრა. მერე გავიგე რომ კანეკი გადავიდა ანიმებ ჯიზე და იქ გააგზავნა გახმოვანება. ეხა ადმინია ხო ეხა? თუ არა? Discord-ზე ადმინია და საიტზე რამდენად არის ადმინია წარმოდგენა არ მაქვს. ხო და კაროჩე მერე შემხვდა TikTok-ზე მაგის გახმოვანებული ნარუტოს და სასკეს მომენტი. და მაგაზე დაჟე სტეიჩის მაქვს ჩემს Discord-ზე გაკეთებული. Discord-ზე რაღაცა და TikTok-ზე გაკეთებული. კაროჩე მე შენი მეგობარი ვარ სასუკეს სამობს რა. ოღონდ ზედმეტად როგორი განხმოვანება, როგორ თქვა. ცუდი გახმოვანება ზედმეტად რა. მე შენი მეგობარი ვარ. მე შენი მეგობარი ვარ სასუკე. ანუ თან რო ადამიანი ხმის დაბოხებას ცდილობს და რო არ გამოსდის. რა ეხა მე რო დავიბოხო და მადარას დავარგო ჩემი ხმა. რო არ გამომიდეს აი და ხო რა. რაც მიქნია. აი როგორ ცდებს მადარას გახმოვანებული. ხო და კაროჩე მაგაზე დავსტიჩე TikTok-ის ვიდეო. მერე კაროჩე უშუალოდ რაღაც სტრიმზე ვიყავით ჰინატასი. და მან წერდა რომ არ გინდა ერთად გავახმოვანო თუ გამაპიარეო ისაო ესაო და ბიჭო მეთქი რავი ადამიანს რაღაც თავმოყარეობის ზღვარი ხონდა გქონდეს მეთქი რომ ანუ ადამიანთან რაღაც მოგივიდა არ გევასება TikTok-ზე რაღაცა დაუდე და იმას თხოვ რომ მოდი შენთან გავახმოვანებ მოდი გამაპიარე ხო მეთქი არა მეთქი ძმა უცხოს გავაპიარებ შენ არ გაგაპიარებ მეთქი ავი უცხოსთან გავახმოვანებ შენ არ გაგაპიარებ და არ გავახმოვანებ შენთან ერთად მეთქი უშუალოდ ეგ დავიკი, ანუ გავატარე, ანუ მეტი არაფერი და ეხა სუსუ ბოლოსკენ რო იყო აი ანიმებჯის ჯგუფში გამხმოვანებლების ჩელენჯი რა. გამოკითხვა იცი ეგ თემა? არა. კაროჩე გამხმოვანებლებს ადარებდნენ ერთმანეთს რა. ნოვა ყანჩო, ჰინატა, ამანდა იყვნენ რა გასულები. ანუ ზუსტად აღარ მახსოვს რომელი გამხმოვანებლები იყვნენ ხო და დაჟე ის მაოკი არა და ჟორა იყო მე მგონი თუ ავწდები კიდე გასული. აღარ მახსოვს ზუსტად. კაროჩე მან აი ვინც კი შეეძლო სანათესაოდან, საახლობლოდან, მასწავლებლებიდან, მასწავლებლების მოსწავლეებიდან ყველა მოიყვანა ჯგუფში რა. ჰინატას ახლა რავი. ჰინატა და მის შეაჯიბრა. ხო, ანუ ჰინატას როგორ უნდა აჯობო? იმ ხილმა ფანდაბი ყავს რა, ფანდაბი ხო, ფანების ხო, მაგრამ ვინ შეაჯიბრა ჰინატას? აი შენ რო საიტი აგიწყო. ხო. აი მაგბიჭ ქონდა ეგ გამხმოვანებლების შედარება გაკეთებული. ეგ ხო, მაგრამ ჰინატასთან ვინ იყო დამყარი შედარებაში? კანეკი ჰინატას წინააღმდეგ. ხო და კაროჩე ესეთი ჩატი იყო, არ ვიცი, რაღაც მასწავლებლების
და მასწავლებელი ქალი აგებს იმას, რომ აქ გადადით და ფოტო დააგულეთო. ლინკზე გადადის ადამიანი და ჰინატას და კანეკის ჩელენჯია, короче, დასმული რა. რაც კი შეიძლება და არაბი, ინდოელი, ბუტი, რავი, ტროლი, ისა რა ქვია, კოცი, ნაცი, ყველა მოიყვანა, короче, მიაცემინა ხმა რომ ჩელენჯი გაიმარჯვა და ჰინატასთვის გადაესრო. დაჟე იმასაც ამბობდა, რომ ჰინატა ჩემი ფშხინის სტოლიც არ არისო რა. მაგაზე მაგარი ვარ, ყველაზე თესლი ვარო რა, ანუ მაგრად ვახმოვანებო რა. უშუალოდ ეგ თემები რომ მოხდა, მე გათამაშება მოხდა მაგ ჩელენჯის უშუალოდ და ნუ მე უკვე ჰინატა არ მოუყვანია სანათისაო რა. იმენა ძალიან უსწრებდა ჰინატა და მეც ვინამუსე და დავალა იქე ბოლოს უკვე კანეკის მივეცი ხმა მეთქი აჰა მოგიწევ ხმას მეთქი თორე ცოტა ხმა გაგვეთქი რა. ხო და მე გაბაზრდა ის რომ კანეკის როგორც ჩემზე ისე ჰინატაზე ცუდი რაღაცები ქონდა ნალაპარაკები რა, რომ აი ამას მაგარი ასხეს, ამას მაგარი აჭამეს, ჩმორივსავით იჯდა, ხმას არიღებდა, ვიღაცებს, რავი, კომუნიკაციას უგზავნოდა ვიღაცებთან, ასე და ასე შემდეგ და короче, ანუ მაგაზე საუბარი მქონდა უშუალოდ აღარ მახსოვს, მე მგონი ანიმებჯის ადმინი იყო რა. ხო და короче მაგ პოსტიდან გამომდინარე მე ბენჯისაც ვესაუბრე. და კანეკის თემაც რომ მივაყოლე, მაგის მე აღარაფერი მოხდა რა, მაგრამ მე ახალ წელს მომწერა კანეკიმ თვითონ Facebook-ზე რა. რომ короче მოდი ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. არა მინდა არავისთან დაპირისპირება. ნუ სტანდარტული ტექსტები. ხო და დავივიწყოთ იზველის ყენა რაც იყო რა, მეთქი ბაზარი არაა, კაი მეთქი რა. ოღონდ არ ვიცი რომ ჩემზეც რაღაცები ცუდი აქვს ნათქვამი. короче, даже მაგის მერეც ამბობდა ცუდს რაღაცეებს? კი. და მე გავიგე რომ კიდე რაღაცა აქვს ჩემზე ნათქვამი. ოღონდ შეურაცხყოფელ ფრაზებში რა. ხო. და короче, მაინც დავიკიდე, ანუ არაფერი არ უთხარი ხა, არც მიმიწერი არაფერი რა, ანუ კომუნიკაცია არ მქონია. ადამიანი როცა საზღვარგარეთ არის და იქიდან გებლატავება ან შეურაცხყოფას გაყენებს, რავი, რა უნდა უთხრა? ვერაფერს ვერ ეტყვი. ნაღდად არ ვაპირებ კანეკის გამო ეიფელის კოშკის მონახულებას, ნაღდად მაგრად ვეზარება, ფულიც არ აქვს მაგის. და დავიკიდე რა, ანუ გავატარე, მაგრამ ამ დღეებში აი რამოდენიმე დღის წინ მომწერა ისე. რა მოგწა? პიარი მინდაო, ისა ისო გახმოვანება მინდაო. არა და რამოდენიმე კვირის წინ ნათქვამი აქვს, რომ მე ბლიზარდზე კარგად ვახმოვანებ. და ჩემი ძველი გამხმოვანებულიც ბლიზარდზე უკეთესიაო და თემას ვერ ხვდები, ანუ თუ ჩემზე კარგად ახმოვანებ, მე ჩემთან რატო გინდა გახმოვანება, ანუ მე რატო, ანუ რა ხან ბევრი გამომწერი მყავს, უნდა ავდგე და გაგაპიარო, ანუ შენ დონეს იმის გამო იგდებ, რომ გაგაპიარო და ცუდი გამხმოვანებულთან გაახმოვანო რაღაც. ვერ დავამუღამი, ანუ ვერ ხვდები ეგეთ ისინა. ერთ რჩევას მოგცემთ ხალხო, თუ თვლით, რომ ადამიანი სიტყვაზე ცუდად ახმოვანებს, ნუ ეგ თქვენი გადასაწყვეტია ცუდად ახმოვანებს ინდივიდუალურად. ხო, მაგრამ თუ თვლით, რომ ცუდად ახმოვანებს და აჯვამს და ასხამთ ერთი სიტყვით ვიტყვი, აღარ მიხვიდეთ მაშინ მაგათთან. ან თუ აჯვამს და ასხოთ, პირში მაინც უთხარით, რავი. და ზურგს უკან არ უთხო. ჩატებში რომ ბევრი ჭორაობს, გინც ჩემზე, გინც ხვებზე, არა მნიშვნელობა. პირისპირ რო იქნები. ხო, რავი. პირისპირ თუ ვერ იქნები, მიწერე, იმას უთხარი, პირისპირ რომ აი ესეთი ხარ, ისეთი ხარ. თორე მე თვითონ მოვიდა. ხო, რავი, ანუ რატო უნდა მოგადგეს მე და შენი ჩემზე ესე თქვი, ისე თქვი, სტორია არ მახსოვს, ძმა, ისა შეიძლება ნათქვამი მქონდეს. და მე უნდა შეაგინო და რატო ხირს? უშუალოდ, ანუ კი, კაია ეს გახმოვანება, კაია იუთუბერობა, ყველაფერი კაია, მაგრამ ყოველთვის პირველ ადგილას უნდა დააყენო შენი თავმოყარეობა. ხო. მაგაზე წინ, რავი, არაფერი არ უნდა დააყენო. დამუღამე მეორე პოდკასტია უკვე დაძაბულობაზე ვბას. ხო და ასე რომ დააყენეთ თქვენი თავმოყარეობა პირველ ადგილზე. კაი, მოდი ცოტა ეხა დავამშვიდოთ ტემპიც და ისევ YouTube-ს დაუბრუნდეთ. რას აპირებს ამომავლოთ YouTube-ზე? ბიჭო, ზოგადად რო გითხრა, მინდა ისევ აი პოდკასტები, რომელ საიტს არ აცდებას გაგრძელება და ანიმეპედიების და ნარუტოპედიების გაგრძელება რა ზოგადად. ნუ ნარუტოპედია მეეჭვება, იმიტომ რომ მე ანუ რაღა უნდა გავაკეთო ნარუტოზე, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რაღაც გამორჩდეს ნარუტოზე და ისევ გავაკეთო ნარუტოპედიის ვიდეო. მაგრამ ზოგადად
როგორც ჩემს არხზე მაქვს ძალიან ბევრი ნათქვამი, YouTube-ერობა მაქვს და მაგარი მობაზრებული, როგორც TikTok-ერობა. უშუალოდ ამ საქმეს ეხა რომ თუ ადრე უბრალოდ თუ ადრე იყო პირიქით რომ YouTube და TikTok-ი უფრო მისორდებოდა ვიდრე გახმოვანება, ეხლა ვაფშე პირიქით არის გახმოვანებით უფრო кайფო ვიდრე YouTube-ით და TikTok-ით. ალბათ ის თემაც არის რომ კონკურენტი არ გყავს, мотиваციას არ გაძლევს არაფერი, ერთადერთი мотиваციას გაძლევს შენი გამომწერები. დღესდღეობით მაგიტო ვაკეთებ ისევ ვიდეოებს, რომ აი გამომწერები რომ თხოვენ და ვხედავ რომ თხოვენ რომ გასტრიმე ვიდეოები დადე. პასუხისგებლობას გზნობ უშუალოდ მაყურებლისადმი რომ რაღაც კვირაში ერთი ვიდეო მაინც დავუდო. და მაგიდან გამომდინარე გადავწყვეტე რომ ისევ აპრილიდან გავაქტიურებულიყავი და როგორმე ჩემი ძველი პრაიმ თავი დამებრუნებინა. უშუალოდ 21-ზე მეტი ანიმე სიუჟეტი მაქვს უკვე დაწერილი სხვადასხვა ანიმეებზე. გეტყვით რომ არის Solo Leveling-იც, Naruto-ც, Boruto-ც და One Piece-იც. შესაბამისად ანიმეპედია და Naruto-პედიებიც იქნება, უშუალოდ გაგრძელება რომელსაც არაცდება და ვეცდები რომ პოდკასტიც გავაკეთო. მაგრამ ხოდი დაკარგული მაქვს და ერთადერთი აყურებლისადმი ასე ვთქვათ სიყვარული და პასუხისგებლობა მაკავებს. აი რამ გამოიწვია შენი ხოდის დაკარგვა? წლებმა ამდენი ხანია ვაკეთებ დავიღალე, ანუ ჩათვალე, აი ბოლო 2-3 წელი რო არა ვიღოთ, ეხა რაც აღარ ვაქტიურობ YouTube-ში. პაუზა არ მქონდა არასდროს აღებული. არც ერთ დღესასწაულზე არ ამიღია პაუზა. არც ზაფხული არ ვიცოდი, არც ახალი წელი არ ვიცოდი, არც აღდგომა. ბაჟი ახალ წელს იღებდი, ახალ წელს ამონტაჟებდი და დებდი. კი, ახალ წელსაც დამიმონტაჟებია და ახალ წელსაც დამედია ვიდეო. ზაფხულში თვეს არ უმაზავდი რომ ვიდეო არ დამედო. ხამის 12-ზე ფეირვერკით და კომპიუტერთან. ну გადაღლამ, უკონკურენტობამ, ეხა კონკურენტი ელენი როცა მყავდა, მაშინ უფრო ხოთზე ვიყავ, იმიტომ რომ მიზანი მქონდა, რომ აი ერენზე მეტი გამომწერი, ერენზე მეტი მინდა. ანუ მიზანი გაგიქრა ხო ეხა? ხო, მიზანი გამიქრა. უშუალოდ ტიპებიც გაქრენ, ვინც ჩემთან ერთად აკეთებდა ვიდეოებს. ძალიან ბევრი იყო, ბაუდი იყო, რომელიც ანიმეპედიებს აკეთებდა. კიდე 1-2 ბიჭი იყო, ვინც აკეთებდა ამ ყველაფერს. ეხაც არის ერთი ბიჭი აკეთებს ანიმეებს ვიდეოებს, მაგრამ ისე არ აქტიურობს, რომ კონკურენციაზე გამოვიდეს ან რაღაც მსგავსი. ვიღაცა ამბობდა, რომ ცუდად ერკვევა ანიმეებში და ვერ აკეთებს ვაფშე. მე? არა, შენზე არა. იმ მეორე ბიჭი ამბობდნენ. ერთი ვიცი, დობი თუ დონია წერია თუ ხო, აი დონიზე ვამბობ. ბიჭო, უშუალოდ გადახედილი რაც მაქვს მაგ ბიჭის ვიდეოებზე, ზედაპირულ განხილვებს აკეთებს უშუალოდ მანგების და ანიმეების პერსონაჟებზე, ანუ Solo Leveling-ის რაღაც ვიდეოები მქონდა ნანახი. ხო. სადაც აი მაგალითად ჯინვუს ჩრდილებზე საუბრობდა, ჯინვუს ძალებზე საუბრობდა. ზედაპირულად მოიხსენიებდა რაღაცეებს, ანუ უშუალოდ დეტალებში არ ჩადიოდა. ეს შესაძლებლობა რა შვება, რა კლასიფიკაციის არის, საიდან მოდის, როგორ მოდის, ამებს არ ყვებოდა რა და მე უშუალოდ ისე მაქვს ანიმეპედიებში გაკეთებული, რომ თუ ვინმეზე ან რამეზე ვაკეთებ ვიდეოს, უშუალოდ დეტალებს უხმავდები და მაინც მაქსიმალურ ინფორმაციას ვიღებ, რომ მივაწოდო და მე მაყურებელს. ეგ თემაა. არის თემა, რომ აი მაგალითად ავიღოთ ერთი ჩვეულებრივი ანიმე. ხო. რომელიც შეიძლება გაგიგრძელდეს 11 გვერდამდე რა, Word-ის ფაილი რო ავიღოთ. ანიმეპედია მქონია 11 გვერდიანი და 12 გვერდიანი. მაქსიმალური მქონია 20 გვერდიანი ანიმეპედია. და ადრე ანუ იმენა უღრმავდები შეგნით და რაღაც ხო? უშუალოდ ობიტოზიდან მადარაზე რაც მაქვს. ორი ნაწილი იყო მახსოვს? 2 თუ 3 ნაწილი მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ 20 წუთიანი ვიდეო არ გამომსვლოდა. რაღაც ვიდეოები არის, რომ ნაწილებად მაქვს დაყოფილი, რომ 20 წუთიანი ერთი ვიდეო არ გამომსვლოდა. ხო, ამას წინათ ნახე აკაცუკიძე იყო და? ამას წინათ ნახე აკაცუკიძე რო გააკეთე ანიმეპედია. სამ ნაწილად. ხო. აი ეგ თემაა, რომ დიდხნიანი გამომდიოდა ზედმეტად. მე შევამცირე რაღაცები იქით აქეთ და ნუ მაქსიმუმ ვცდილობ, რომ 10 წუთს, 15 წუთს უკვე აღარ გადავაცინო და ნაწილებად აღარც დავყო რა ვიდეო. თუ 20 წუთიანი გამოვიდეს, მაგით დაწვეტი რომ წვითავ ხოლმე. კაი, ვლოგების გაგრძელებას თუ აპირებ. ვლოგები, დიდად შემარხზე ვლოგები არ მქონია რა. 1-3-4 ვლოგი გიდევს, რომელიც მაგარია, ის ნაცუმაცურის ვლოგი მიდევს. გაცნობა განხმოვანებლების. განხმოვანებლებთანაც მიდევს. ფეხბურთის ვლოგი მედო. საქართველოს ნაკრებთან თამაშზე რო ვიყავით მე და ჩემი ვაკაცების ასული. და 13-კაზე რო ახვედი. 13-კაზეც რო ვიყავი და სოფლის ვლოგიც მიდევს, უბრალოდ ის უკვე პრაივატზე მაქვს გადაყვანილი. აი, უნდა მეთქვარი ნახოს. ეგ უკვე პრაივატზე მაქვს გადაყვანილი, აღარ მიდევს არხზე. მაგრამ უშუალოდ თუ რამე იდეა და მებადება ვლოგის მიხედვით შეიძლება რომ გადავიღო.
ხა იქნება კაი რაღაცეების სავლოგე ისინი და ანუ უშუალოდ TikTok-ისთვის შეიძლება რომ არა მაგრამ შეიძლება YouTube გადაცემაზე გავაკეთო, აი ქუჩაში გავხვიდე და ადამიანები რო გამოკითხო რა, აი როგორც 22 გრადუსი აქვს, მაგ ზოგად გამოკითხო, ანიმეზე რო იპოვო ვინმე ადამიანი და მაგას რო დავუსვა რაღაც ანიმეს შეკითხები. ეგეთი გადაცემა რო გავაკეთო, კამერამენი თუ დაგჭირდა. ხო. просто ის არის რომ ხალხთან კომუნიკაცია ზედმეტად მიჭერს რა. გამიტყდება აი ტიპთან რომ მივიდე და რაღაც შეკითხვა გავუსვა. ინტროვერტი ხარ ხო შენ? ანთებელაზე რომ მივიდე ადამიანთან ეგ მიტყდება ხოლმე. თავში როგორ ვატან ხოლმე ძალას რა რაღაცა თხოვო ადამიანს. ერთ იმაზე ვარ, ერთ ნოტაზე ვარ მაგ საკითხში მე და. კაი, გამოკითხვები YouTube-ზე რო ქონდა community post-ში? გამოკითხვები უშუალოდ? ბევრი გამოკითხვა მქონდა. ნომინაციები. ნომინაციებს გაგზელება რა თქმა უნდა. ყოველ წელს გაგზელება. მაგრამ ამ წელს ვგეგმავ რომ ფორმატი შევცვალო და ბევრად უფრო მასშტაბური გავხადო, იმიტომ რომ YouTube-ის გამოკითხვები ბევრად ჩარჩოში მაქცევს, იმიტომ რომ თუ შეამჩნევდი ბიჭების და გოგოების გამხმოვანებლის არჩევნებზე, ვოლ1 და ვოლ2 მქონდა გაკეთებული, ბიჭის და გოგოზეც, იმიტომ რომ 4 ვარიანტზე მეც ვერ ვსვავდი გამოკითხვაში. შესაბამისად, ეხლა მინდა რომ Google Docs-ში გავაკეთო, უშუალოდ ლინკი მივუთითო და ხმების მიხედვით ბევრ გამხმოვანებელს ჩამოვწერ, ბევრ ანიმეს ჩამოვწერ და რაც გავა, როგორც გამოვა, იმ ხმებს გამოვაქვეყნებ. და იმ ნომინაციებს მაგის მიხედვით და ჩავსვა მე ვიდეოში. ხალხო პატარა ჭრა გაკეთდა და ჭრის შემდეგ დაგებრუნდით, ცოტა შევისვენეთ, ამოვისუნთქეთ. მოდი გადავიდეთ ესეთ კითხვაზე. ნუ წერა 1-2 სიტყვას გავცვალეთ, ვისაუბრეთ და გადავიდეთ ამ კითხვაზე. როგორც ვიცი, ერთ-ერთ საიტზე, კონკრეტულად redline.com-ზე ახმოვანებდი Daredevils. აპირებ თუ არა მაგ საიტზე გაგრძელებას გახმოვანების. და რატო არ აპირებ, თუ არ აპირებ და რატო აპირებ, თუ აპირებ. ბიჭო, ცოტა ისეთი თემაა რა, ანუ თუ დამოკიდებულება არ შეიძლება არა. თუ დამოკიდებულება აქვს redline-ის? თუ უშუალოდ დამოკიდებულებას გულისხმობ იმაში, რომ ანუ როგორც გამხმოვანებელს ეხა წლების განმავლობაში ვიყავი გამხმოვანებლების მიმართ როგორც მაყურებელი ისე ვუყურებდი. როგორც მაყურებელი გექნება დისკომფორტი იმ დროს, როცა აი უყურებ რაღაც სერიალს, ანიმეს, ფილმს და გამხმოვანებელი აგვიანებს რა დროულად არ გიგებს. აი მაგ კუთხიდან გამომდინარე, მეც გადამყვა გამხმოვანებაში, რომ არაზროს არ მინდა რომ რაღაც სერია დავაგვიანო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ რომ იმ დღეს გავახმოვანო, თუ უშუალოდ რაღაც გადაუდებელი რაღაც არ მაქვს რა. არ მიყვარს რაღაც სერიის დაგვიანება. უშუალოდ თემა ის იყო, რომ Daredevil-ი როცა გამოვიდა, უშუალოდ სერიალი დაიწყო 2 სერიით. ხო. 2 სერია გამოვიდა ერთად და როგორც ისე ამ სერიალს აკეთებს 2 საიტი, MyCadre და Redline. მეც ვაკეთებდი, მაგრამ აღარ არის ჩემი. ხო, შენ საკეთებდი. მაშინ ერთი სერია გააკეთე. იმ დღეს გავაკეთე ერთი სერია. ნუ მეორე სერიის გაკეთებას იმ დღეს არ ვაპირებდი. მეორე დღეს ვაპირებდი მეორე სერიის გაკეთებას. რა დროსაც, კაროჩე, უხინატამ დამაყარა რა, დაგვასწრებენ და რატო არ ახმოვანებ და კაროჩე, ნერვებზე ამშალა და მაგ დღეს მაინც მეორე სერია გავახმოვანე, იმ დღესვე ჩავუგდე. ხო. 2-3 საათის შუადეთში რა, სადაც ხამის 2-ზე ჩავაგდე მეორე სერია. ხამე გავახმოვანე. თან პირველი 2 სერია ისეთი იყო, რომ თარგმნის პონჩი ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ თარგმანი არ გქონდა? არა, ანუ უშუალოდ მეორე სერია და რთულია ადვოკატის საუბრების თარგმნა, რომ უშუალოდ არ გაქვს შეხება. კი სამართალზე ვსწავლობდი, ვცდილობდი რომ მაქსიმალურად რა ტერმინებიც ვიცი, ის ტერმინები გამომეყენებინა, მაგრამ მაინც რთული იყო ადვოკატის საუბრების თარგმნა. ნუ პირველი სერია ბევრად მარტივი იყო, იმიტომ რომ რაღაც საწყისი იყო, მაგრამ მეორე სერია უკვე პიზდეცი იყო სათარგმნელად, ხო და ნუ იტოქში რაღაცნაირად მაინც იმ დღესვე დავამთავრე. ამის შემდეგ, კაროჩე, მესამე სერია გახმოვანდა ჩვეულებრივად. დაიდო იმ კვირასვე, 4 შაბათსვე გავახმოვანე და ყველა სერიას აბსოლუტურად მივაყოლე 4 შაბათსვე ვახმოვანებდი. ყველაზე პირველი. აი, იმ ვაფშე აღარ ვაგვიანე. იმათაც ხო? უშუალოდ მე-5, მე-6 სერია გამოვიდა ერთდროულად. ხო. რა დროსაც შინატას მიეცა იმის საშუალება, რომ ისევ პირველი დაედო, ორივე სერია. ორივე სერია გავახმოვანე ზუსტად 3 საათში,
2 სერია. 50 წუთიანი სერია, სადაც ძირითადად მე ვსაუბრობ. მაგრამ დღემდე მარტო მე მაქვს 4 სერიის მერე გახმოვანებული სამწუხაროდ და ანუ მე 4 სერიის მერე მარტო შენ და გოგო ახმოვანებდი? კი. არა, გოგოც არ ახმოვანებს. გოგოებსაც შენ აკეთებდი ფილმში? ბიჭს ვაკეთებ მარტო მე. მაგრამ სერიები არიდება საქმეც მაგაშია. მე გახმოვანებული მაქვს, მაგრამ ისინი არ ახმოვანებენ. ჩაგდებული გაქვს შენ და არ ვგდებთ 4 სერიის მეტი? არა, 4 სერიაც არ ვგდებთ. აი კარი. უშუალოდ ყველაზე ანუ გასატეხი ის არის რომ ანუ მე მეჩხუბნენ, მაგრამ ხო. საპირისპიროდ არაფერი არ ხდება. ეგ რთულია იმ შემთხვევაში, მრავალხმიანი შინციცი რთულია გასაკეთებლად. იმ შემთხვევაში რომ შეიძლება ზოგმა დააგვიანოს, რთულია, მაგრამ მაშინ შენ იმაზე არ უნდა გამიტრაკო, რასაც იგივე შეიძლება იგივე შენ დაგემართოს. მაგაში ხო. მაგაში რიაზო. აკს, მონიკა დავიდეთ შემდეგ კითხვაზე. უშუალოდ ბლიზარდი, რომელიც ყავს მოწეული. პერსონაჟია შექმნილი თუ როგორიც ჩანხარ ვიდეოებში რეალურად ეგეთი ხარ? სტრიმებზე ჩათვალე რომ რეალური ჩემი თავი ვარ, იმიტომ რომ რაღაც ილუზიების შექმნას სტრიმებში არ ვცდილობ. აი ვიდეოებში რაც შეეხება მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი რაღაც პირადი ცხოვრებიდან რაღაც სტრესი, უხასიათობა რაღაც არ გადავიტანო. სტრიმზე ეგ არ გამოგივა, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ხარ, რაც არ უნდა გინდოდეს ვერ დამალავ. მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყოველთვის ხალისიანი ვიყო. ანუ ბლიზარდი და მოწყენილი არავის არ უნახია რა. სტრიმი რო 3 საათია სიტყვაზე, ესე ვერ ისაუბრებ მთელი სტრიმი და განხარებული იქნება. რა თქმა უნდა, გღლის სტრიმი, მაგრამ მოწყენილი და ბლიზარდი არავის არ უნახია, არ მახსოვს ტიპი რომ ვინმე ბლიზარდს იცნობდეს და მოწყენილი ენახოს რა. შეიძლება რეალური მე რაღაც პონჩი მოწყენილი ვიყო, უხასიათოდ ვიყო, მაგრამ ბლიზარდი არასდროს არ ყოფილა. მქონია ისეთი თემაც რომ ანუ როგორც ბლიზარდი სერიოზული არასდროს არ ვარ. ყოველთვის ღადაობ, ან ვიღაცას რაღაცაზე წავკმენ, ან რაღაც მსგავსი რა. მაგრამ როცა თემას საჭიროდ მოითხოვს, უკვე სერიოზულად შემიძლია რომ ვიყო საუბარში. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვიღაც მეტყვის რომ აი სერიოზულად გელაპარაკები და ანუ საჭიროა რომ შენ სერიოზულად მოვიდგე ამ საუბარს. ხო შეიძლება რომ ვერ მიიღოს მაყურებელმა რომ სერიოზულია როცა ეგრე გიცნობენ რომ არა, უშუალოდ მე ვიდეოებში როცა საჭიროა უკვე სერიოზული როცა ვარ, ანუ ან სერიოზულ თემაზე ვსაუბრობ, იქ ღადაობას და რაღაცას არ უღრებ. ხო. უშუალოდ თავიდან ვამბობ რომ ანუ ან სერიოზული ვარ, ან რაღაც მსგავსი. ეს ღადაობა ვიდეოც ერთადერთი რა მაქვს, რავი, ჩაწერილი. ორადორი მაქვს, მე მგონი, ერთი ანიმეტივიზე, ვითომ ბოდიშ რო უხდიდი ანიმეტივის და სვარკა რო ჩავდე ანიმეს მაგიბრად. თუ ეგ ტოკიოზე არ იყო? არა, ანიმეტივიზე იყო ეგ პირველი, ვითომ და ბოდიშ რო უხდიდი და მე გამხმოვანებლის შეფასებას რო ვაპირებდი ისე და სვარკა ჩავდე. წინა პოდკასტში მახსოვს რომ ტოკიოზე თქვი ეგ? არა, ეგ ანიმეტივიზე თქვი. ხო და ანიმეტივიზე ჩავდე ეგ სვარკა. და მეორე ღადაობა იყო უკვე ტოკიოს მეძავები ჯის. ღადაობა ვერსია. ოღონდ ეგ უკვე ტუტორიალის პონჩი გავატარე, როგორ გავახმოვანოთ ანიმე მაგაზე იყო. მაგრამ ღადაობით არის ეგ ვიდეო ჩაწერილი, მაგრამ როგორც შეგიძლია ღადაობით შეხედო, ისე ცოდნაც მიიღო. ხო, მაგრამ იმ ანიმეტივის ვიდეოდან ვერაფერს ვერ მიიღებ. მაგრამ უშუალოდ აი მაგალითს მოვიყვან, Discord-ში მქონია მაგალითი რა. ადამიანს ვეხუმრებოდი რაღაც მსგავსი, მე რაღაც დაპირისპირება მომსვლია ადამიანთან, მაგრამ იმ ადამიანს ჩემთვის არ ვთქვია რომ იცი რა, ანუ წყინს ეგრე აღარ გამეღადავო, ან რაღაც მსგავსი. და უშუალოდ რომ მithქვია რომ აი ეგ რატო არ მითხარი, როცა შეგეძლო რომ გეთქვა და მე შენ გაგითვალისწინებდი, იმიტომ რომ შენ სერიოზული არასდროს არ ხარო და შენ სერიოზულად არ დამელაპარაკე. რა იცი? მითხარი და სერიოზულად არ დაგილაპარაკე, საჭიროება მოითხოვა და არ დაგისაუბრე თუ რა. არ გითქვია რომ სერიოზული მოყოფილიყავი და რეალურად არ ვიქნებოდი სერიოზული, რა თქმა უნდა. ეგ თემა. აი მაგ თხოვნას წირა უდევს რომ მაგ თქმას უბრალოდ რომ მე შენგან რაღაც გამიტყდა და არ უნდა გითხრა. მაგას წირა უდგას მაგ თქმას. რეალურად არაფერი ხო? არაფერი. ანუ რაღაც არ გესიამოვნება უნდა მითხრა. მე რომ გავითვალისწინო და აღარ გეწყინოს. ხო. აი ეს ტიპი არ ვარ რომ ანუ რაღაც ღადაობა ბლიზარდს არ მოფარებული გიორგი ვიღაცა არ გაითვალისწინოს და ისე ღადაობა დაუწყოს ან დაჩაგვრა ან ბულინგი რაღაცაზე. ეგ თემაა.
უბრალოდ უშუალოდ თუ საჭიროა ვარ სერიოზული, თუ საჭიროა ვარ კომიკური. ეგ არის და ეგ. Blizzard-ის სახელი ორივე ვარ რა. რეალური ჩემი თავიც ვარ, ნაწილობრივ Blizzard-იც ვარ. Blizzard-ის სახელი ვისაც გაინტერესებდათ? გვარი გოცირიძე 124, SEO-ს ყოფილი სტუდენტი, აკადემიური მაქვს აღებული, ვაპირებ ტექნიკურში გადასვლას. კიდე რა გაინტერესებთ? აი, გადავიდეთ მოდი ბოლოსკენ, კი იცი ბოლოში რუბრიკა მაქვს ესეთი, რომ სტუმარ შეუძლია მკითხოს რაღაცები და გამოუშვი თუ კითხავთ რა. კი ბატონო. რომელიც უფრო кайფს იღებ? ანიმეს გახმოვანებით თუ სერიალის და ფილმის? ანიმეს გახმოვანებით. რატო? იმიტომ რომ voice over-ი ხო იცი რომ უფრო ნაკლებად ემოციურია და ფილმში და სერიალში მინდა თუ არა, მაინც თუ voice over-ს ვაკეთებ, მაქვს ისეთი რომ აი ემოციების ბოლომდე არ ვაძლევ. ეხლა უყურ ფილმის voice over-ი და ანიმეს voice over-ი როგორ განსხვავდება შენთვის ერთმანეთისგან? ანიმეში მიღებულია voice over-ში, რომ იმენ ბოლომდე უნდა გაიხე შუაზე და ბოლომდე უნდა მიაწვე და რაღაცა და ყვირილი დამსგავსი ემოციებზე ამბობ? ხო. ხო, მაგრამ ბევრი რომ მასში არ შვება? მიუხედავად მაგისა? ანუ ყველას თავის სტილზე აქვს. მაგალითად მე ეგეთი სტილი მაქვს. ხო, მე და ჰინა დავშვებით მაგალითად ეგრე და შენ. რომ მაქსიმალურ ემოციას ვაძლევთ და მაქსიმალურ იაპონელის ხმაზე ვამსგავსებთ ჩვენს ხმას. აი, ყოფილა მომენტები, რომ იმდენი ემოცია მიმიცია გახმოვანებისას, რომ ხმა მქონია ჩაწყვეტილი. და ვერ ვახმოვანებდი იმ დღეს სიტყვაზე. ის სერია ბოლომდე მიმიყვანია, მაგრამ ხელი მტკიოდა და ვეღარ ვაკეთებდი ბოლომდე. Tokyo Revengers-ზე დამემართა ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ მაქსიმალურად ყვიროდი, მაქსიმალური ემოციები ჩვდე და მე ხმა აღარ მივარგონა. დაჟე ნაკრების თამაში იყო და ნაკრების თამაში ქომაგობის გამო მე ჩახეჭილი ხმით ვახმოვანე ანიმე. თემა. აი მაგალითად აი ავიღოთ სერიალში რა დონეზე აძლევ ემოციას. სერიალში ვაძლევ აი 50-დან 70% ემოციას. უშუალოდ ტონს უწევ თუ უშუალოდ ანუ ხასიათს თვლით თუ უშუალოდ ხასიათი და ემოცია ოღონდ ძალიან არ ყვირი ვარ როგორც ანიმეში. აი სიტყვაზე ანიმეში თუ რაღაცა რასენგანი დავიწყებ ბოლომდე ყვირილს და რაღაცა სერიალში იგივე სიტყვა რო იყოს რასენგანი აი ესე ვიტყვი. Daredevilis მაგალითი ავიღოთ აი პირველი სერია რაც გაახმოვანე. სახურავზე რო არის ფანიშერი რაღა და მეთი როა თვითონ სახურავი. პოინდექსტერი და დმეთი. ხო. და აი რო უყურის რატომ? აი მაგას როგორ იზავდი? აი რა როგორ ხასიათს მისცემდი მაგ მომენტს? არ მიმიციან ის თლიანი ემოცია არ მიმიციან, მაგრამ ბევრი ემოცია მივეცი. და აი ხო ყვირის რატომ? აი ესე გავაკეთე დაახლოებით. რატომ? აი ესე გავაკეთე დაახლოებით და ხასიათიც იგრძნობოდა მაგრამ ანიმეში განსხვავებულად იზავდა. ანიმეში ბევრად განსხვავებულად, ბევრად მივცემდი ემოციებს და რაღაცა. ხანდახან ანიმეში ისიც ვაკეთებ ხოლმე, რომ არის მის იაპონური. და დუბლირებასავით გამოდის ბევრ ემოციებს რო ვაძლევ. შენი აზრით, რა ჭირდება დამწყებ გამხმოვანებელს, რომ გამხმოვანებლობა დაიწყოს? სურვილი და მონდომება. და კიდე ის, რომ შენ მაგალითად მოვიყვანდა, ჩემ მაგალითად ბევრი ჰეითი რო იყო. და ახარ ეხაც მაქვს მე ჰეითები One Piece-ზე. რომ ძველი ლუფის ხმა დააბრუნეთ, შე რა არის, კაი ხო შენც კარგი ხარ, მაგრამ ძველი ჯობია. ეგ სად დაგიწერეს? TikTok-ზე. დაგიწერეს? დამიწერეს. ამაჩები ბოლოდინები? ხო, ვურჩევ დამწყებ გამხმოვანებელს პროსტა რომ ენთუზიაზმი, რაღაც სურვილი, ხმა მაგის გარეშე ვერ იქნება და პლუს კიდე ცუდ კომენტარებს ამირჩე არ მიაქციონ ყურადღება, ხო. აი როგორ აი შენი აზრით აი ამ ცუდმა კომენტარებმა რამდენად შეიძლება გამხმოვანებელზე ზეგავლენა მოახდინოს და გამხმოვანების სურვილი დააკარგინოს? ძალიან დიდი ძალა აქვს ბრბოს, ჩემი აზრით. შენზე პირადად მოუხდენია ეს? შენზე პირადად ვერ მოუხდენია. პირადად უფრო სწორად. რაღაც ცირედოდენი რაღაც ემოცია მაინც არ დაუტოვებია შენში. წენა დამრჩენია ცოტა, მაგრამ მე მიფიქრია რომ რავი დაუნახავია და შრომას ვერ ხედავს. ანუ იდეაში ხალხს უფრო ეგ წინს, რომ შრომას ვერ ხედავენ. ვიდრე ის რომ გახმოვანება არ მოსწონს. შეიძლება რაღაცა 5-6 საათი, აი მე მქონია პირადად ანიმაციას ვახმოვანებდი, 20 წუთიანი სერია იყო და დამჭირდა მთელი ღამე გასახმოვანებლად და ვიყავი 15 წუთზე მისული. და აი მაგ შრომას რო ვერ ხედავს, უფრო ეგ წინს დამწყებ გამხმოვანებელს ჩემი აზრით, ვიდრე ის რომ რაღაც გახმოვანება ცუდი აქვს. თვითონაც იცის რომ ცუდი გახმოვანება აქვს, მაგრამ შრომის დაფასება მაინც აუცილებელია. რა როგორ ფიქრობ აი მაყურებლის მხრიდან როგორ ჩანს რომ იყო გამხმოვანებელი, ანუ მარტივად უყურებენ ამ ყველაფერს? ძალიან მარტივად.
და ფიქრობენ რომ აი ტექსტი უდევს, კითხულობს და ვსო, მაგრამ ხალხო მარტო ეგ არ არის გახმოვანება. ხო, მაგრამ უშუალოდ იმაზე რა სიტყვი როცა ანუ ტექსტის გარეშე ახმოვანებ რაღაცას. ტექსტის garaშე ორმაგი დრო სჭირდება. აი მაგალითად ავიღოთ დამწყები გამხმოვანებელი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს გახმოვანების სფეროში. ეს ჩემი თავის ამის ჟურნალისტი გამახსენდა ეხლა პრემიერ-მინისტრს მივდა შეკითხვას. ავიღოთ ექიმი რა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს ექიმიაში. შეიძლება იყოს კარგი მინისტრი, რას ფიქრობთ? ხო, რას ამბობდი? არანაირი გამოცდილება არ აქვს გახმოვანების სფეროში. ზის იწყებს ანიმეს და მაყურებელი უწევს ნეგატიურ კომენტარს. ან მალე ვერდებს, ან ცუდი ხმა აქვს და ამაზე დაუწყო კრიტიკა. უშუალოდ მაყურებლის მხრიდან კი დაუფასებლობაა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ როგორ შეიძლება რომ მაყურებელმა მიიღოს ისე რომ მსგავსი კომენტარები აღარ წამოვიდეს გამხმოვანებლების მიმართ. ანუ რა უნდა გააკეთოს გამხმოვანებლებმა ან გამხმოვანებელმა რომ ადამიანს დაანახოს თუ რაოდენ რთულია გახმოვანება. უბრალოდ დაჯდე მიკროფონთან და ისაუბრო, ეგ რო არ არის. ყველაზე მარტივი. TikTok-ზე ლაივებში გასვლა და ლაივში პირდაპირ ეთერში გახმოვანება. ვიდეოს შეწერა? ვიდეოს შეწერა შეიძლება, მაგრამ მთელ სერიაზე თუ 6 საათი დაგჭირდა 6 საათიან ვიდეოს ეხლა შეიძლება ტელეფონმაც არ დაიტიოს და არც უყუროს არავინ. მომენტ ეგეც შეიძლება. აი მაგას ვიტყვი რომ როგორც ჩვენ გამხმოვანებლებს გვჭირდება გაზრდა და დახვეწა რაღაცების, ზუსტად ისე სჭირდება მაყურებელს გაზრდა და მიხვედრა იმისა რომ ეს უბრალოდ მიკროფონთან ტლიკინიკი არა, რავი, შენი დროის უდიდესი ნაწილია რასაც. თან მე ხა ფანატიკურად მიყვარს ეს საქმე და სულ რო ცუდი კომენტარები იყოს, მე ვიცი რომ აი ეს ერთი კაცი მაინც არსებობს, რომელსაც მოსწონს. ხო, რა თქმა უნდა, მე ერთი კაციც мотиваცია. მეც იმად გამოვახმოვანებ, ვისაც მოსწონს გახმოვანებ. ჩემი გასული ხა ჩემი თავის გამო სიამოვნებას რო არ ვიღებდი 100 წელი არ. ყველასთვის ინდივიდუალურია, ვის მოეწონება გახმოვანება, გინც ჩემი გინც შენი, ვის არ მოეწონება. კაი. აი საკითხვა დამოვიწყდა. აი მე მოფიქრებული მქონდა. რაზე ვიყავი? აი მე. აი მე კითხვა დამოვიწყდა. რაზე იყო? რაზე ვსაუბრობთ ეს კითხვა რომ მოიფიქრე? გამხაი ხა მაგასე გამხმოვანებელს. მაყურებლის მხრიდან. სანამ გაზრდაზე ვიტყოდი. მანამდე ქონდა რაღაც კითხვა. მაიცა ბიჭო დამოვიწყდა. რას ეხებოდა? ეგეც არ გახსოვს? თუ ამ თემას? გახმოვანებას ეხებოდა. აი უშუალოდ შე რო თქვი ლაივში გავიდნენ და ლაივში ახმოვანონო. ლაივმა, ასე ვთქვათ, ლაივში ნეგატიურმა კომენტარებმა და უშუალოდ ლაივის კომენტარების წაკითხვამ გამხმოვანებელი რო შეაფერხოს გახმოვანების საქმეში. ეგეც ხო შესაძლებელია, ანუ მაგაშიც ცალკე ისაა რა, ანუ როგორ ცალკე პრობლემა, იმიტომ რომ დროულად ვერ გააკეთებ რაღაცას. ან ჩატს ვერ მიაქცევ საკმარის ყურადღებას და ვერ წაიკითხავ კომენტარებს, რის გამოც მაყურებელი და გჭირდება უკმაყოფილო. ან არადასერიას გახმოვანებ ნელა. აი აქ ამ ორ შორის ბალანსი როგორ უნდა დაიჭირო? ბალანსი უნდა დაიჭირო ისე რომ სიტყვაზე ერთ წინადადებას ჩაწერ, გახედავ ჩატს, წაიკითხავ, უპასუხებ, მერე კიდე ერთი წინადადება და ეგრე. წინადადება ჩატი, წინადადება ჩატი. და ეგრე რა. კაი, ეხა ყველაზე მეტად მე რაც მაინტერესებს. რომელიღაცა, ანუ მე მგონი მირაის პოდკასტში გააქრე შენ გამხმოვანებლები, ხო? ხო. აუ დღეს თითქოს ველოდე. კაი, ჯერ დავიწყოთ იაგამით. რატო იაგამი? ნუ მოდი მაგას ვიტყვი ხა თავიდან რომ ეხა იმიტომ რომ ბევრს გაუჩნდა მაგის ინტერესი. იყო შენთან კითხვები? უშუალოდ ჩემთან არა, ანუ უშუალოდ ერთთან ვისაც ვისაუბრე, ის ვერ მიხვდა რატო გააქრე შენ იაგამი. და მაინტერესებს, აი მეც დამაინტერესა რატო იაგამი. მოდი მაშინ თავიდან ამაზე დავიწყებ საუბარს, რომ ეხა უკვე აღარავის აღარ გავაქრობდი. მაშინ რამდენი 5-7 თვე შეიძლება გავიდა, 8 თვე შეიძლება გავიდა. ეხა უკვე აღარავის გავაქრობდი, იმიტომ რომ ყველას თავისებური სტილი აქვს, ყველას თავისი მუღამი აქვს და ყველას აქვს სურვილი რომ გაახმოვანოს. და ჩემი მხრიდან ეხა ეგეც შრომის დაუფასებლობა იქნება, მე რო ავდგე ვიღაცაზე და სიტყვაზე სურონ უგზარიკო დაბი იყოს ეგ ვიყავთ. უგზარიკო დაბი რა შემოვალ, ზბა უნდა გიწათ რა. და მაგაზე რო თქვა, აი ამას გავაქრობდით ხო? არ მაგასაც არ გავაქრობდი, იმიტომ რომ ანუ შრომის დაუფასებლობა არის, ეხა მე რო ვინმეზე ვთქვა გავაქრობდი, მაგრამ მაშინ
ვფიქრობდი იმას, რომ იაგამის გახმოვანება პირადად არ მომწონდა და არც ეხა არ მომწონს. იმიტომ რომ ჩემს მაგაცმა მითხრა რომ ნარუტოს ახმოვანებსო და ჩამერთო ერთი სერია, ვუყურე და ანუ ვერ ვუყურებდი. ეგრევე უთხარი. სტილი არ მოგეწონა თუ შუალოდ ხმა? სტილი არ მომეწონა. ხმას კიდე არა უშავს დახვეწადია, მაგრამ იაგამის რაც ნახე, ეხა what if ხოიც მარველისის. ეგ უნახე დუბლირებაში ქონდა გაკეთებული. მანდაც იგივე სტილი ქონდა და ხმაც იგივე იყო, ანუ ვერ გაიზარდა გახმოვანებაში. როგორ ანუ ნოსტალგიურ მხარეში მაინც ვერ ჩათვლი იაგამის გახმოვანება. ნოსტალგიური მხარე როგორც აი მაგალითად ავიღოთ, ადრე შეიძლება ვთვლიდი რომ აი ძალიან მაგარი გახმოვანება იყო იაგამისი რა, მაგრამ დღეის გადმოსახედით ჩემთვის უკვე ეგ არის ნოსტალგიური გახმოვანება და ძალიან ბევრი გახმოვანებული ნახე, რომელიც უკვე ბევრად იაგამიზე მაღლა დგას და ბევრად უფრო დიდი, ასე ვთქვათ, რესურსი აქვს, რომ ბევრად უკეთესები გახდნენ, დაჟე საკუთარ თავზე უკეთესები გახდნენ. იაგამის გახმოვანებას ეხა როგორც ნოსტალგიურ გახმოვანებას, აი როგორ ბავშვობაში არ გიქნება ხო ნანახი? არა, იაგამის არა. ჩემთვის უფრო ნოსტალგიურია, იმიტომ რომ ბავშვობასთან ასოცირდება იაგამის გახმოვანება. ისევე როგორც უსთავიორის გახმოვანება და ტელევიზიების გახმოვანება. აი შენთვის როგორ ასოცირდებოდა ნანახი რო გქონდეს ბავშვობაში იაგამის გახმოვანება? სავარაუდოდ ეგრე ნოსტალგიური იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის ეხა ნოსტალგიურად აი შიპუდენს თავიდან ვინც ახმოვანებდა. ეგ ბიჭი ასოცირდება ბავშვობასთან და რეგთაიმი. აი ეს ორი ასოცირდება. გიორგი უსტარაშვილი და რეგთაიმი. ხო. აი ეს ორი რეგთაიმის მოკითხვა ძალიან დიდი სიყვარულით და რაღაც პატივისცემით. ხო, ნუ ეს ორი ადამიანი ასოცირდება. კაი, ჰანარატო. ჰანარატო და რაც ვნახე შენთან, ცუნადესი. ეხა უკვე აღარ გავაქრობდი, მაგრამ არა, იმიტომ რომ აზრი შევიცვალე აი ამ გამხმოვანებლების გაქრობაზე. ანუ просто არ მომეწონა, ცუნადეს არ მოუხდა. კი მითხრეს, რომ ეს ნახე, ეს გახმოვანებული აზრი შეიცვლიო, მაგრამ არავის არ გავაქრობდი, ეხა მარტო ჰანაზე და იაგამიზე არაა საუბარი. უბრალოდ არ მომეწონა რა ჰანას გახმოვანება და ეგ იყო სიტყვაზე არანაირი უპატივცემულობა პირადად არ ვიცნობ ადამიანს, მაგრამ როგორც გამხმოვანებელს ვიტყვი, რომ მაშინ ჩემს სტილში არ ჩაჯდა. აღარ გააქრობდი. როგორ შეაფასებდი ჰანას გახმოვანებას? ნანახი გექნება აშკარად. ნანახი ის მაქვს, რა ქვია, ცუნადესი. სხვა არ მაქვს. მეტი არა? მეტი არა. კაი, ცუნადეს გახმოვანებას როგორ შეაფასებდი? ცუნადეს არ მოუხდა. უშუალოდ და კაი, ხმის მოხდენაზე თავი დაანებე. მეტყველება გახმოვანების. ნუ მეტყველებას რაც შეეხება, მეტყველება ძალიან კარგს თუ ვერ ვიტყვი, ეხლა ძალიან კარგი მეტყველება მეც არ მაქვს, მაგრამ არის ისეთი გახმოვანება აქ ჰანას რომ მოსასმენია. და ვიღაცას გაუსწორდება, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც ვახსენე, ჩემ გამონებაში არ ჩდება. კაი, ანუ შენ რო კითხვა დამისვი? ხო. გამხმოვანებლებზე. ხო. სამწუხაროდ გოგოები მე ვერ ჩავსი, ვერ მოვასწარი. არც დავფიქრებულ ვარ გოგოებზე. ეხლა შენ ჩამოვითვალე, ცალკე ბიჭები და ცალკე გოგოები. პროფები თუ ფანდაბერები? თუ ორივე. თუ გინდა ორივეს ვიტყვი. მე პროები მითხარი. ოკეი. კაი, ფანდაბერებში პირველ ადგილზე რეგთაიმს დავაყენებდი. აი, ერთადერთი საუკეთესო გამხმოვანებელია ანიმეებში, ხმამაღლა ვიტყვი ამას. პირველზე რეგთაიმი. მეორეზე ჰინატა და მესამეზე შეინ. პროსტა იმიტომ არა შეირო რაღაც სტუმრად ხარ. კაი, ეგ შენი ესრია. შემდეგ. ხო. გოგოები, უნდა დავფიქრდე ახლა გოგოებზე. გოგორეგთაიმი. ესე გუჭირს გოგოებში. კითხვა გამახსენდა, კაია. კაია რო გაგახსენდა. გოგოები ის შემიძლია თქვა ჰიტოკაჩი პირველ ადგილზე მიუხედავად იმისა რომ დამწყებია ძალიან მაგრად აკეთებს მიკასა მეორე ადგილზე და ჰანა მესამე ადგილზე ეხა პროფებზე გადავიდეთ პროფებზე პირველ ადგილზე პროფები ბევრი არის ვინც შემიძლია თქვა ძალიან ბევრია. პროები უფრო მაინტერესებს. ბიჭებიც დაიწყა. კაი, პირველ ადგილზე დავაყენებდი ზვიადო. მაშინ პროფები ბევრი უნდა ვთქვა. 5-ს ვიტყვი პროფებს. მომენტ მე ადგილების მიხედვით არ დამილაგებია.
ხო არა ადგილების მიხედვით არა ზვია დოლიძეს ვიტყოდი პირველს იდეალური ხმის ტემბრი თან მე პოეზიასთან ახლოს ვარ ძალიან მიყვარს უსმენ და ზვიადის წაკითხული იდეალურია ჩემი აზრით ერთი ზვია დოლიძე გაგა ყაჭიური რომელსაც პირადად ვიცნობ და ძალიან მაგარი გამხმოვანებელია ძალიან მაგარი გამხმოვანებელი პეინი კი იწაჩის რო გახმოვანე ჩემთან ძალიან მაგრად ახმოვანებს ხმის ტემბრი ემოცია ჟღერადობა ხასიათი ძალიან მაგრად აკეთებს ლაშა ბახტაძე უეჭველიდან ახლა ხან ქონდა დაბადების დღე რამდენიმე კვირის წინ სანდრო კახეთელიძე ძალიან მაგარი ადამიანი თან პირადადაც ვიცნობ და რაღაცა და გიორგი კაჭახიძე მადარა სამსგასტი შემოწმო სამსვილი მეხუთია ეს მაგრამ გიორგი კაჭახიძე ეხა ვინც გამახსენდა ეგენი თქვი გიორგი კაჭახიძე რომელმაც საკაცუკი შტობი გაახმოვანა გოგო პირველ ადგილზე დავაყენებდი პირველ ადგილზე არა ხალხო ანუ პირველი ვინც გამახსენდა რა თეკო ჩუბინიძე GDS-ზე რო ახმოვანებდა მაგას ზანდამ გალობლიშვილი თეკლა ჯავახაძე არის ხო თეკლა ჯავახაძე არა ის ორი იცოდი ნუ ჰარი პოტერში ჰერმიონს ახმოვანებდა GDS-ზე ჰარი პოტერი GDS-ზე არ მოხდა ნახე არა ოკეი კაი ნუ თეკლა ჯავახაძე მარიამ ხუხუნაიშვილი რომელსაც ძალიან მაგარი ხმა და ხმის ტემბრი აქვს და მე ხუთე გამიხსენო აბა ისეთი მისა ციკო ინაური აი ჩემი ტოპ 5 ეს იყო აი ბახტაძეზე ციკო ინაურზე აი ერთი სერიალი მითხარი რაც გაგონდება ზებუნებრივი გაქცევა ნუ თავისთავად მაგრამ გაქცევის პირველი სეზონი გაქცევა ჩემი ბავშვობის სერიალი ხოა გაქცევა ხო მაგრამ აჭარანეთმა რო დაიწყო მაგის გახმოვანება ვაფშე მაგარი იყო აი ძალიან მაგარი ბევრჯერ მაგთან ნახი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალი ხო სანამ უშუალოდ შეკითხვაზე გადმოვალ აბა ვიღაცას რაღაცა რეგონოს ეხა იქ მე გამხმოვანებლები რო ჩამოვთვალე რექტაიბზე წინ ასარა დააყენა პირველ ადგილზე არა ძმებო მათ პირველი ადგილი უშუალოდ რექტაიბს უჭირავს მე უფრო დამწყებებიდან წავედი ასანაზე პირველი ასანა მაგიტო ვთქვი უშუალოდ პირველზე რექტაიმი მეორეზე ჰინატა და მესამეზე ასანა ეგა იმას შევხედავ მე პროფესიონალი გოგოები არ მithქოს ხო მაგრამ გოგოებსაც ვიტყვი და მე კითხვა გამოუშვი და მე კითხვის გამოუშვი გოგოებიდან პროფესიონალები თქვა თუ ფანდაბერები ფანების და პროფესიონალები პირველი მირაი ხო ჩემთვის პირადად რავი ბიჭო აი მირაის გახმოვანება რაღაცეებს უხდება მაგრამ რაღაცეებს არ უხდება არის როლები რომელსაც სიტყვაზე პროფებიდან ვერც ზანდა ვერ შეასრულებს და ფანდაბერებიდან მირაი ხო რა თქმა უნდა ხმის მოხდენაზეა ხო ეხლა შეიძლება მირაი ხმა იმდენაზე ვერ დაიწვრილოს რომ წვრილ პერსონაჟს მოუხდეს ან იმისე ვერ დაიბოხოს რომ ბოხ ქალს მოუხდეს ეგ თემაა მოხდენაზე მაგრამ ჩემთვის მირაი პირველი მეორეზე ჩემთვის პირადად ჰანა ხო და მესამე მესამე იყო სიტუაჩი და პროფებიდან ვიტყვი პროფებიდან დავაი კაროჩე ბრაუ რეკორდში აი სახელი არ ვიცი უშუალოდ ავატარში ნეიტირის რო ახმოვანებდა ეგ არის მარიამ ხუნაიშვილი მე მგონი ნეიტირის რო ახმოვანებდა ციკო ინაური და მარიამ გიორგობიანი ნეიტირი იმის ცოლია ჯეიქსალის მაშინ ეგ არის რა ქვია მაგას კეთი ქვია მაგრამ აიცა გვარს ვერ ვიხსენებ ანუ სახელი არ ვიცი იმიტომ რომ ტიტრებზე არ დავშინილო არ ეხა ნახდათ ავატარის ტიტრებზე რა გვარია სანდროს ცოლია ეგ ხო რა გვარია პროსტა ვერ ვიხსენებ კაი გვარს ვერ ვიხსენებ მაგრამ ძალიან კაი მოსასმენი იყო უშუალოდ ნეიტირის ხმა და მაგიტო ერთება და შეკითხვას რაც შეეხება ეხა შენი აზრით ბიჭებს და გოგოებს აი განხმოვანებლის თემაში ხო რა გამოყოფს იმისგან რომ ანუ ბიჭები უფრო მომდომებულები არიან ვიდრე გოგოები ბიჭო ეგ მეც არ ვიცი
აი რა პრობლემა შეიძლება იდგეს იმის უკან რომ აი გოგოს მაგრად ეზარება გახმოვანება არ ვიცი დაზარება ალბათ ბიჭებსაც გეზარება ხო მაგრამ ბიჭებს უფრო სხვა ენთუზიაზმი გვაქვს აი ბევრჯერ მიფიქრია თან მე რო გოგო გამხმოვანებელი ვიყო თქო იმდენს გავახმოვანებდი თქო რომ ვაფშე არ დამეზარებოდა მაგრამ აი თვითონ გოგოებმა დაწერონ კომენტარებში რატო ეზარებათ მაგრად მაინტერესებს რა მიზეზი იმალება იმის რომ გახმოვანება გეზარებათ და მე ვიცნობ ერთი ორს რომელსაც არ ეზარება და პირიქით უხარია გახმოვანება მაგრამ რატო გეზარებათ აი მე რო გავხადე გამხმოვანებლად ცუნა დედა მადარა რო გავახმოვანეთ ეხა ხო ეხა ბიჭო ცუნადე ანუ კი წავა ცუნადეს ხმაზე მაგრამ დამწყები გამხმოვანებელია ხო ცოტა საუბარი იყო ისეთი თორე ხმა ძალიან კაი აქვს დასამოღამებელი აქვს ისე თორე ხმა მაგარი აქვს ეგ მეც მომწონა ხო აი მაგას არ ეზარება პირიქით უხარია რო ვეუბნება დაჟე თვითონ მეუბნება ხოლმე გავახმოვანა თუ და მეორე ის რა ქვია მიკასა რა პროექტიც არ უნდა მითხრა მე მზადვა რომ სულ მეუბნება საინტერესო კაი მე ამოწურე შეკითხვები კაი გადავიდეთ უკვე დასასრულში ეგ იყო და ეგ ჩემო მეგობრებო საათნახევრიანი სადღაც საათნახევრიანი ან საათი და 20 წუთიანი გამოვიდა პოდკასტი დამწყები გამხმოვანებლებს მიეცეთ რჩევა ოკეი არ გაჩერდეთ ნეგატიური კომენტარები დაიკიდეთ და რავი ენთუზიაზმით სიხარულით სიყვარულით აკეთეთ საქმე ეგაა და ეგ სვეჩი მეტი პრაქტიკა განაახოცისთვის ასევე კი ეგ იყო და ეგ მეგობრებო სადღაც საათი და 20 წუთიანი ან საათნახევრიანი გამოვიდა პოდკასტი მადლობა ბლიზარდ რო იყავი ჩვენი სტუმარი არ გოპიკოთ მაისეცვა კაცი დაბერდა ხალხო მაგრამ მაინც თავის პრაიმშია როგორც დასაწყისში ახსენე და პოდკასტი FM8-ს მიუახლოვდა დასასრულს შემდეგ პოდკასტში სტუმრებს არ ვიტყვი ვინ იქნებიან სავარაუდოდ ისა ორი კამერა იქნება ან შეიძლება ერთი კამერა იყოს მაგრამ უკვე ლოკაცია და სივრცე სადაც პოდკასტის ჩაწერა მიდის იქნება შეცვლილი აბა გემშვიდობებით მომდევნო პოდკასტამდე შემდეგ პოდკასტის სტუმრებს დაუტოვებ შეკითხვას რა და ჩემგან რო გადაცეთ ეგ შეკითხვა რა რჩევებს მისცემდნენ დამწყებ გამხმოვანებლებს მაგას სვაპირებდი მეკითხა მაგრამ ჩემგან გადაიცი